უწყვეტი აქციები გრძელდება ქუთაისშიც. რეჟიმის მიერ დაკავებული პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა ეს ის მოთხოვნებია, რომელთა შესასრულებლადაც ქუთაისელები 41 დღეა ქალაქის მერიასთან იკრიბებიან. აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. რა ხდება პროტესტის უცვლელ ეპიცენტრში? მთავარი ეთერს ირაკლი ვაჩიბერაძე უერთდება ქუთაისიდან. უწყვეტი პროტესტის 41 დღე ევროპული მომავლის დასაცავად ქუთაისში აქციები არ წყდება. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან რამდენიმე ათეული ადამიანი დღესაც არის შეკრებილი. ჩემი ოპერატორი კადრში გაჩვენებთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, როგორც უკვე აღვნიშნე, ქუთაისის მერიასთან შეკრებილები არიან ევროპული მომავლის მცველები. პირდაპირ ეთერში შევეცდები აქ მყოფ ადამიანებს გავესაუბრო, სხვათა შორის აქ ცოტა ხნის წინ ფურცლები და კალმები დარეგდა იმისათვის, რომ რეჟიმის პატიმრებს ევროპული მომავლის მცველებმა წერილები გაუგზავნონ. ხედავ ერთ-ერთ ადამიანს, რომელიც წერილს წერს, თუ შეიძლება რომ გითხრათ, ვის წერს წერილს და რა შინაარსის წერილს წერს? მე ვწერს წერილს იმ პოლიტპატიმრებს, რომელიც გაიჭირეს დააპატიმრეს აქციაზე და რომელიც გვერდითაც მიგულეთ მეც ვიქნები მანამ აქციაზე, სანამ მათ არ გამოუშვებენ და მეც დამაპატიმრონ და მორჩებიან ამით ყველაფერს. ძალიან დიდი მადლობა. როგორც მოგეხსენებათ, აქციის მონაწილეებს აქვთ ორი მოთხოვნა: ჩატარდეს ახალი არჩევნები და ასევე მოხდეს უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლება. მე პირდაპირ ეთერში კიდევ სხვა აქციის მონაწილეებს გავესაუბრები და მათ სათქმელს მოვისმენ. ხედავ ექიმ გულიკო ბენაშვილს. ქალბატონო გულიკო, პროტესტის 41 დღე არის დღეს. დღეს რა გაქვთ სათქმელი, რას ეტყოდით ქართულ ოცნებას? საკმაოდ დიდი დრო გავიდა 41 დღე ეს უწყვეტ რეჟიმში ჩატარებული აქციები არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებში, ჩვენ ქალაქში, ქუთაისშიც ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. ჩვენ უკვე ვატყობთ, რომ საკმაოდ სერიოზული შედეგები დაიდო აი ამ უწყვეტი რეჟიმის აქციების დროს. ყველაზე ძალიან მე რაც მაინტერესებს და რაც გუშინდელი დღით საღამოთი უпроსტორად დავრწმუნდი, რომ წესით ის ადამიანები, რომლებიც ცოტა მერყევად ფიქრობდნენ გუშინდელი აქციის მერე და მარშების მერე, უნდა დასკვნა გაეკეთებინათ, რომ იქ ნამდვილად არ დგანან არც რადიკალები, არც უსამშობლო ადამიანები, იქ იდგნენ მორწმუნე ახალგაზრდობა, რომელიც ლოცულობდა, რომელიც მღეროდა, გალობდა, არ ვიცი, უკეთეს რომ ვერ ისურვებ ადამიანი და მე ვუსურვებდი კიდევ იმ ადამიანებს, თუ კიდევ ვინმეს რაიმე კითხვის ნიშანი აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანებს უნდათ თავიანთი ქვეყნის წინსვლა, თავიანთი ქვეყნის ევროპული მომავალი დაუდგნენ გვერდზე თავიანთ შვილებს და შვილიშვილებს. ძალიან დიდი მადლობა, თქვენი ექიმს უსმენდით. ეხლა პირდაპირ ეთერში კიდევ სხვა აქციის მონაწილეებს გავესაუბრები. ხედავ ნუგზარ კოხრეიძეს, უწყვეტი პროტესტის უწყვეტი მონაწილე არის. ნუგზარ, თქვენი აქ ყოფნის და დგომის მიზეზი რა არის? უპირველეს ყოვლისა იმ ორი პირობის შესრულება, ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა იმ ადამიანის განთავისუფლება, ვინც ახლა ამ რეჟიმს დატყვევებული ყავს. ეს არის რისთვისაც ჩვენ ვდგავართ და ვიგდგებით მანამ, სანამდე ეს პირობები არ იქნება შესრულებული. როგორ ფიქრობთ, დაიხევს ქართული ოცნება უკან? შევეცდებით რომ მოვაქციოთ საერთაშორისო იზოლაციაში? მე ვფიქრობ, რომ გარდაუვალი ახალი საპარლამენტო არჩევნები და უბრალოდ აქ არის მნიშვნელოვანი რამ. ქართული ოცნება ადრეულად მოეგება გონს თუ დააგვიანებს და თუ დააგვიანებს, მაშინ განაჩენი იქნება გაცილებით უფრო მძიმე. საქართველოს მოსახლეობა არასდროს არ აგებს და არც ამ შემთხვევაში წააგებს. წააგებენ ისინი, ვინც აგვიანებენ ადეკვატური გადაწყვეტილების მიღებას. უღმეს მადლობა. ჩვენი დამარცხება გამორიცხულია, ამბობენ აქციის მონაწილეები. კიდევ ერთ სამოქალაქო აქტივის გავესაუბრები ადვოკატ ვალერი თევდორაძეს. ვალერ, თქვენი აქ ყოფნის და დგომის მიზეზი რა არის, თუ შეიძლება რომ გითხრათ? ჩემი აქ ყოფნის დგომის მიზეზი არის ის, რომ ამ ქვეყანას სჭირდება ის, რაც მოჰყარეს, თითოეულ ამ ქვეყნის მოქალაქეს სჭირდება ის დაუბრუნდეს ის, რაც მოჰყარეს, კერძოდ არჩევნის უფლება და უფლება ჩვენი ქვეყანა იყოს თანამედროვე სტანდარტებით მქონე არჩევნების
ქონეს კარგი საარჩევნო სისტემის და სასამართლო სისტემის და ყველა იმ სიკეთით ვისარგებლოთ, რომელიც სიკეთედაც ცივილიზებული მსოფლიო სარგებლობს. უნდა დავიკავოთ ის ადგილი, სადაც გვეკუთვნის ჩვენი საზოგადოებით. თუ ქართული ოცნება ფიქრობს, რომ იქ უნდა ვიდგეთ, სადაც თვითონ მიგვაქანებს, ნუ რას უკაცრავად ეს ასე არ იქნება. ამისათვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს ნამდვილად, გინ აქ ვიდგეთ, გინ ახალ წელს, გინ შობას, გინ წვიმაში და გინ თოვლში. აქ დგომა არის ქვეყნის სამსახური და მემსახურებთ. ძალიან დიდი მადლობა. მაშასი ასეთია შეფასებები, ასეთი განცხადებები კეთდება ქუთაისში, როგორც მოისმინეთ, ევროპული მომავლის მცველები ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას აიძულებენ, რომ ჩაინიშნოს ახალი არჩევნები და ასევე მოხდეს უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლება. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, დღეს პროტესტის 51 დღე არის.